მე ვარ ანა ყაულაშვილი და ეს არის გადაცემა Cook and Talks. ამას ხო გავთვლით? კი, აუცილებლად. მომეშვა. აი ეს სუპი არ იქნება. სარჩოს. ეხლა ამას დავამატებთ წყალს, ოღონდ საკმაოდ ბევრს. რა კარგი სურნელია. გაზი მოვიდა. არის გაზი. ეგარი წყალი, რასაც თქვენ. აი ეს დაგვისხამდა და ვჭამდით. ვეგმის ვერ დავამუყამთ ეს. ამას ყველა მეგრელი გაიგებს, ახლა რას ვამბობ? ყველაზე მეტად რომელი არომატი მიყვარს, იცი? ყველაფერს მერჩენე Dior-ს და Chanel-ს. და LRG-თ უყვარს ღომი. ანუ ეს ტყუილია? რო ვჭამოთ თან შეიძლება? ანა, მითხრა ბრინჯი გაარჩევინეო. აბა ვერ მოვასწრებს. უგემრიელესია. ანუ აქ მე ამის გამო უნდა მოვსულიყავი, რომ ეს გენიალური ამბავი შევა. მეგობრებო, სუპის მომზადება არის საკმაოდ ისეთ ფილოსოფიური საკითხი. მოგესალმებით ამჯერად მისმინეს სამზარეულოდან. მე ვარ ანა ყაულაშვილი და ეს არის გადაცემა Cook and Talks. ეს სამზარეულო გახდება ადგილი, სადაც გვესტუმრება ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, ჩემთან ერთად მოამზადებს და დააგემონებს სხვადასხვა კერძებს, თავის თავს გაგვაცნობს განსხვავებულ ამპლუაში და რაც ყველაზე მთავარია, ვისაუბრებთ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე, ამიტომ დარჩით ჩვენთან ერთად და გამოიწერეთ მისმინა ყველა სოციალურ პლატფორმაზე. რაც შეეხება დღევანდელ სტუმარს, გადავწყვიტეთ, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად მოსულიყო მისმინის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, 4 შვილის დედა და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი ვიკა ბუკია. გილოცავ ახალ გადაცემას, ანა. ძალიან გულშემატკივრობ მისმინეს, იმიტომ რომ ჩემთვის პრაქტიკულად მნიშვნელოვანია ეს. იმ ნავსში, რომელშიც ვარ, მინდა რომ იმ ნავმა იცუროს დიდხანს, მაგრამ თან ეს გადაცემა, აი ეს ყველაფერი ისე მომწონს ახლა, ეს ღვინო, ეს ყვავილი, ეს წვანილი, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. გაუმარჯოს მისმინეს ახალ და ჩემს ახალ წამოწყებას. გაუმარჯოს. რატომ აკეთებინებ სუპს? ერთადერთი მიზეზია, რომ აი მე მინდა რომ მაყურებელ შენი თავი გავაცნო როგორც 4 შვილის დედა, ესეთი რთული მეოჯახე ქალი, მე არ გიცნობ ეგრე, მე არა, ეხლა მოიყვან ვიღაცა სხვა და ავოკადოს რაღაც იმას მუსებს მე გიცნობ, ეს პირველი, ის მეორე, ის მესამე, არხი, გადაცემა, არ ვიცი ყველაფერი და თან 4 შვილი და აი ძალიან წარმოუდგენელია და ერთადერთი მიზეზი რატომაც გაკეთებინებ სუპს არის ეგ, სხვა არანაირი მიზეზი არ არის. რომ ბავშვებს ვაჭამ. კი, მარტო ეგ მიზეზია. წამომეყვანა მაინც ეს ბავშვი. ოღონდ ჩვენ გავაკეთებთ ნამდვილ ღირსეულ წვნიანს, რომელიც არის აი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო წვნიანი, მე ყოველ შემთხვევაში რაც გამისინჯავს და იმედია თქვენს ყველს მოგეწონებათ. აი ეს სუპი არ იქნება. სარჩოს. ვიკა, ისე შენ როგორ ხარ კულინარიასთან სახლში, სამზარეულოში შემოტრიალებ თუ? მე ძალიან მიყვარს საჭმლის გაკეთება, უბრალოდ არა მაქვს ამის არც დრო და არც ვითარება. იმიტომ რომ დილით რო ვდგები ხოლმე, მე ხან ერთი ბავშვი უნდა წაიყვანა, ხან მეორე, ხან მესამე, ხან რაღაც საქმე სამსახური. ანუ 4 შვილი ყავს. აქედან ერთ-ერთი არ ცხოვრობს საქართველოში. ცხოვრობს ამერიკაში. ამერიკაში. მე ვკითხე ირინგას, შენზე რაღაც ინფორმაციები გამოვკითხე და მინდა მოგასმენინო ერთი ვოისი. ჩემსაც გაინტერესებს უფრო დაზუსტებით სულ წეკვენებ სახლში. ესეც შეგიძლიათ დაამატო ინფორმაციებში. მე ვუთხარი რომ რასა ვიკა თქო? როგორ? ანუ შოქში. აი ცოტა ხანი გააწყვიტე. მოკლედ აქ გადავიტანე ქათმის ნაჭრები, კანგაცრილი გამოვიყენით, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ბულიონში არის ძვალი და ძვლისგან გამომდინარე ნივთიერებები, რაც გემოს აძლევს ბულიონს და ჩვენ რადგან გვინდა რომ გემრიელი და სრულყოფილი კერძი გავაკეთოთ, ამისთვის მთავარი არის წვენი, რომლისთვისაც გამოვიყენებთ ამ მთლიან ქათამს და ზოგადად ძვლებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. გამოვიყენებთ ასევე ბოსტნეულს, ეს არის ხახვი, სტაფილო, მიახურის ღეროები, რომელიც მაინც და მაინც აუცილებელი არ არის, მაგრამ რაც უფრო მეტი არომატი ექნება კერძს, მით უფრო ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იცოდე აი ეს თებში. იმიტომ რომ ამის გარეშე არც ერთ კერძს არ ვაღიარ. შენ იცი რომ მაგალითად აზიურ სამზარეულოში არსებობს რაღაც სანელებელი, არ მინდა ხარ. მეხუთე გემოს ხო, რომ არის შემეშალოს, რომელიც ყველა ძირითადად აჯინომოტო. ხო, აი შენ იცი, ყველა ძირითად კერძს დაყვება და
თურმე ძალიან მომისმენია უცხოელი ჩემი მეგობრებისგან, რომ ჩვენ სამზარეულოში ქინძი არის ესეთი. ვიღაცას რო ეძახიან შეკინძო, ეგ არ არის ხალხო, ეგ კომპლიმენტია. პატარა ლაიფჰეკი აქვე იმისთვის რომ დაფამ ესე არ იმოძრას, დიდად არ მოძრაობს, მაგრამ რო არ იმოძრაოს, ტილო ან ოდნავსვლის ხელსახოცი შეგვიძლია რომ დავუფინოთ და ეს სიმყარე ექნება და აღარ გავწოდებით. მოდი ეგ გამოვიყენოთ. ეს ლაწი რა კი. რამდენი ცუდნია, აქ ცოტა მანანა რო ვიყო შეიძლება? ვიქნები ხო? კი, ისე მანანა როგორ იქნებოდა შენი აზრით სამზარეულოში? მანანას დიდ ხახვებს რო უკეთებენ სუპერში. ხო, რო ტივტივებს. და მე რო არ შეჭამ და გაძალებს შეჭამო. ხო, აი რაღაცა ორი ოფშენი რო გაქვს რა. ან ძალით უნდა ჭამო. ან ძალით უნდა ჭამო, ან თავზე დაგასხამს. ან თავზე დაგასხამს. მეც მოვესწარი ჯენზი ვარ, მაგრამ მოვესწარი მაგ მუქარას. არა. მაგრამ მე მახსოვს ერთადერთხელ დამაძალეს მაწვნის სუპის ჭამა. ცხოვრებაში მის მე აღარ მიჭამია მაწვნის. ისე მიყვარდა, აი რა უნდათ. არ მინდოდა უბრალოდ დი მომენტში. ანუ პრინციპულად არ ჭამა. აი ხო, არ მინდოდა მაგ დროს ისე მიყვარდა. იცი რა არის, სხვათა შორის მე როგორც დედა ვიცვლები. ჭამასთან დაკავშირებით. მოდი მეც დავჭრე. ეს დაჭერი იცი როგორ აი ამზომება დროს. საკმაოდ დიდებად, კი, იმიტომ რომ ამას თვითონ პროცესში არ გამოვიდა. მე ძალიან ვიცვლებოდი ჭამასთან მიმართებაში. სწორად ვჭრის? კი. აი ხა მე აქვე ვეთყვი ჩემ მაყურებელს, რომ პირდაპირ მიუყვები ანას დირექტივებს აქ. ხო სწორია. ანუ ანას ამ სამზარეულოში ყველა ჩემს დირექტივებს დირექტორი. ხო და როგორც დედა ძალიან ვიცვლებოდი აი ამ კვებასთან დაკავშირებით. თუ კი მაგალითად ჩემი უფროსი შვილი ძვირფასი ირინკა, რომელიც ფიქრობს რომ წიყვინებ, თუ ის ანუ ეს ტყუილია? არა, არ არის ტყვილი. მაგრამ ეხლა ესე კი არ წიყვინებ, რაღაც არანორმალურივით, რომ ესე უცებ შვენიერი დილაა, ყველა შვიდათა და უცებ მე ვიწყებ ციყვინს, აი როგორ წარმოგიდგენია. ანუ ამას ყველაფერს საფუძველი და წინაპირობა აქვს და შენ უნდა გეკითხა რომ რატო წიყვინებ შემთხვევით თქო. აი ეგ რატო არის. იცი რა, აი მე შენთვის დავიტოვე ეგ კითხვა, რატო წიყვინებს ეკაბუკია სახლში. მაგას გეტყვი და სხვა აი მაგის თქმა მინდოდა რომ ირინკა რო პატარა იყო და რო არ შეჭამდა საჭმელს. ეს იყო ჩემთვის ტრაგედია. ანუ როგორ თუ არ ჭამა და ეს 4 კვება ხო აქვთ ბავშვებს და აუცილებლად უნდა 4-ვე კვება სრულყოფილად შეეჭამა. ეხლა არ ვარ ეს, რომ აი მაგალითად თუ ჩემი სულ პატარა ნინი არ შეჭამს და ამ კვებას ჩააგდებს და მე ტრაგედია აღარ არის. არა, იმიტომ რომ ნუ მაინც მოშივდება რაღაც მომენტში და შეჭამს. ეხა მე ამაში წყალი ჩავასხი ისე რომ ქათამს ფარავდეს, იმიტომ რომ ერთხელ მაინც უნდა გამოუცვალოთ. ამას მივიყვანთ ადუღებამდე და მანამდე მოვამზადოთ ბოსტნეული პრინციპში რა. იცი რა მაინტერესებს? ეხა ესენი შევიდა. წეგან არ იყო. არის. დაგვაუწყდა მაგაზე წუწუნი ხო არ იყო კაცი. ანუ უგაზოთ ვაკეთებდით უკაცრავად. ეხლა ესენი ცოტა ძალიან ისეთი საკმაოდ დიდი ნაჭრებია ჩემთვის. მე მიყვარს დიდი ნაჭრები, აქვე ვიტყვი. მაგრამ ეს მსმენია ხოლმე, რომ რაღაცა პატარა ნაჭრებს ეს ყველაფერი ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის მხოლოდ არომატისთვის. ჩვენ გამოიყო. აქ რომ წყალი დავდგით ქათმით, ამას გადავღვრით, ამ ყველაფერს ბოსტნეულს ჩავამატებთ, ისევ წყალს დავასხამთ და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ვადუღებთ, რომ ამან უბრალოდ არომატი გაუშვას, წვენი გახდეს გემრიელი და შემდეგ ცალკე მოვამზადებთ ბოსტნეულს, რომელსაც უშუალოდ წვენს დავამატებთ. ესე იგი ორჯერ ამზადებ ბოსტნეულს? ერთხელ არომატისთვის შავი მასალა ასე ვთქვათ, რომელსაც მე გადაუშვებ და ცალკე მე კიდევ იმიტომ რომ აი ხა ქათამს დიდი ხანი სჭირდება მომზადება და ქათამი და მაგალითად სტაფილო რო ერთად ჩავდოთ ეს ძალიან მუფლაყდება. ხვდები? ხო და გვიან რო ჩადო კიდე არომატს დაკარგავს. ამიტომ სუპის მომზადება ამის გამო უნდა მოვსულიყავი, რომ ეს გენიალური ამბავი შემეყო. მეგობრებო, სუპის მომზადება არის საკმაოდ ისეთ ფილოსოფიური საკითხი. აი მართალი ხარ შენ. საკმაოდ აი მე ძალიან მწყინს ხოლმე რომ ამბობენ რომ აი სუპია და სუპს ჭამთ რა. ვერაფერსაც ვერ ჭამთ. ეგ არის წყალი, რასაც თქვენ ჭამთ. მოდი რა გავაკეთოთ, ისე რაღაც მითები დავამსხვრიოთ ჩვენ ასევე. აი მაგალითად რა იცი? მესმოდა ბებიებიდან მოყოლებული ეს ფრაზა, რომ სუპი არის სასარგებლო, რომ ეს არის ვიტამინების
კომპლექსი. არაფერი სასარგებლო არ არის, უბრალოდ აი ეგრეა. რაღაც მომენტში იმიტომ რომ ყველაფერი კარგავს სითხე, თავის ხო. სარგებლობას, ხო, რომ იხარშება. ანუ ეხლა სასარგებლო იქნება იმ დონეზე, რა დონეზე შეიძლება საჭმელი იყოს. ახლა კერძი არ არის. უბრალოდ სითხეა, რომ აი თუ მაგალითად იღებ დღის განმავლობაში შენი ნორმა არის რომ მიიღო 2 ლიტრი წყალი, შეგიძლია რომ რაღაც 9 ლიტრი მაგალითად წვიანს თუ მიიღებ, მე იმას გამოაკლო და ლიტრი 9 წყალი მიიღო. ანუ და მე ხა ჩემს ნორმას გეუბნები და ვისაც წყლის დალევა არ უყვარს, იმათთვის მისწრება ზოგადად ისეთი საკვები, რომელიც სითხეა რა. ზოგადად მე ხა შემწვარ კარტოფილს ჯობია რომ წვიანში ჭამო კარტოფილი, მაგდონეზე არის ალბათ. რომ ჭამო თან შეიძლება? ჭამო. დანის სტრუქტურასაც აქვს მნიშვნელობა, რითი ვჭრით ბოსტნეულს და თუ საერთოდ ისე შეჭამს ბავშვი სტაფილოს, აი ეგ არის მართლა საუკეთესო. ეს ნამდვილად არის ვიტამინების მიღების. კი, უბრალოდ აი სტაფილოს გულიც არც ისე სასარგებლოა. მაგალითად თუ გაქვს იმის რესურსი, შესაძლებლობა და დრო რო ესე შუაზე გაჭრა გული ამოუღო და ისე აჭამა ბავშვს, ბევრად უკეთესია. ანუ მთელი ბავშვობა რომ მარტო სტაფილოს გულებს მაჭმავდი დედა. არა, პირიქით. ეგ არის კაი. პირიქით დედა. უსმინე. იმიტომ გამოვედი დაფეხვილი. იცი რა მაინტერესებს? მე ვიზრდებოდი ორ ძმასთან ერთად და მახსოვს რომ დედაჩემს უფრო სწორად გვიან გავიაზრე, როცა დედაჩემთან აღარ ვიზრდებოდი, როგორი ცუდი მჭამელი ვარ. იმას გულისხმობ, რომ თურმე ამდენი წლის განმავლობაში დედაჩემი იდგა, აკეთებდა ერთნაირ საჭმელს, მე მეორენაირს, მესამენაირს, რომ მე ესეთი მიყვარდა, ჩემ ძმას ისეთი, მეორე ძმას ისეთი და მე მგონია რომ მე ძალიან ისეთი უპრეტენზიო მჭამელი ვარ, იმიტომ რომ რასაც აკეთებენ, მე ვჭამ, მაგრამ ის მავიწყდება, რომ ჩემთვის აკეთებენ მაგას პირადად და მაგიტომ ვჭამ, რომ უხახო იმის გარეშე, ამის გარეშე, თან 4 შვილი ყავს, თან ამდენი ეთერი, ამდენი სამსახური და კიდე ყველას თავისი პრეფერენციები ექნება ალბათ სახში. აი ეგ მაინტერესებს, მაგას როგორ აბალანსებ, რომ ერთნაირი გემოვნება ხო არ აქვს ამ ბავშვებს? არა. ასე ერთ საჭმელს აკეთებ და ყველა ჭამს. მაშოს უყვარს ლობიანი, ნინია გიждდება ხაჭაპურზე. ოღონდ ძალიან უყვარს მაშოს ლობიანი. ლობიანის სიყვარული ნიშნავს, რომ სრულიად გამორიცხულია, რომ ხაჭაპური იყოს და პირიქით, არასოდეს არ შეჭამს მაგალითად ნინია და სანდრო ლობიანს და ამიტომ აი ელემენტარულად სახში რომ აი ხაჭაპურს გავაკეთებ, ეგეც არ არის. ანუ ისე შეგიძლია რომ აკეთო ხაჭაპური ლობიანის. ხო, და ბები აყავთ როგორი იცი? იმ დღეს შეუარა შემთხვევით ნინია და სანდროს ბებიას და ერთი ჩვეულებრივი დღე იყო და დამახვედრა ფხალი, ჭადი, ჩიხირთმა და ხორციანი ღვეზელი და მითხრა რომ დღესო ვერაფერი ისეთი ვერ გავაკეთებ და იმერელი ხო არ არის? იმერელია რა თქმა უნდა. ამიტომ ჩემ შულებს ძალიან გაუმართლათ, თან როგორ უყვარს იცი ეს სამზარეულო, კი ამბობს რომ არ მიყვარს, მაგრამ არავინ არ აძალებს და უყვარს. ნამდვილად უყვარს. მე გიждები ეგრეთ რა. და აქვს აი სულ ნაირ-ნაირი კერძები და ეს მრავალფეროვნება კიდევ კარგი თქო ვამბობ, იმიტომ რომ მართლა ყველა სხვადასხვა რაღაცას ჭამს ჩემთან სახში. ხო და ეს ძალიან რთულია და ჩვენი თაობის, ანუ დედაჩემი მაგალითად სულ ვეუბნები რომ დედა როგორ გაგიმართლა. აი ესე დაგვისხამდა და ვჭამდით. აი ეხლა ეს არ მინდა. ხო, ზუსტად. ეხლა ეს არ მინდა, ეხლა ის. აუ ერთხელ არ ვიცი, ეს უნდა მოვყვათო. ბებიაჩ, მაშინ კაცო 90-იან წლებში ცხელი კერძი იყო, ძალიან დიდი ფუფუნება ერთი პერიოდი. ანუ უცებ მოხდა ისე, რომ თბილისში არაფერი არ იყო, არც შუქი, არც გაზი, აი ერთ ბაშად ყველაფერი გაქრა და განადგურდა, იყო მარტო სროლები და ტყვიები. ბებომ გაგვიკეთა ბორში. და ეს ბორში რომ კეთდებოდა მთელი დღე, ესე კი არ კეთდებოდა, ეხლა რომ შემოდგა შენ, რაღაცა კერასინკაზე, იდო, ნელი პროცესი იყო საკმაოდ. ხო და, ეს ბორში რომ ჭამეთ, რაღაც მომენტში ეს ბორში გაფუჭდა. ანუ რაღაც გემო დაყრა სიმჟავის, ანუ ყოველთვის ხო არ არის ახლა, რა ვიცი, მეორე, მესამე დღეს თუ არ მოუარებ, მაცივარში თუ არ ჩავდა, ფუჭდება. მაგრამ ბებოს დაენანა და დაგვსვა ერთი დაგვსვა ესე და ჩამოგვისხა ეს ბორში და იქვე ლეო მიცეწით. ანუ ჩვენ პატარები ვიყავით. რა თქმა უნდა შემჭა.
ჩავედ და იქვე ლეონის დედაჩემი რომ მოვიდა იყო შოკში გემოზე ანუ იცი თან როგორ ხა გაბუჭებ ესე კი არ იყო რომ რაღაც რობერტში რაღაცა გემო დაკ აი რაღაცა გემო ქონდა აი რომ ბავშვი რო ვერ გაიგებს რა ხო და ანუ ეხა სულ მახსენდება და ამას აი ერთი 30 წელი ვაშაყირებდით და საწყალი აი გარდაცვალების აი ისე ვაბულინგებდით ამაზე რომ ეს გააკეთა და სულ ამბობდა რა მოხდა ლენინგრადის ბლოკადაში ვირთხებს ჯამდნენ ანუ ის ვერ ხდებოდა რატოა ეს ახლა ესეთი ტრაგედია სუდარა გარდაცვალების წინ დღეებშიც კი ამბობდა რომ მეო ჩემ შვილიშვილს არასდროს არ ვავნებდიო თქვენო ძალიან მტკიო და გული რომ ამაზე ვაპულინგებდით რომ ანუ დედაჩემ მახსოვს რომ მოვიდა ცოტა ეს წამლები ჯამორიგებული და ბორშები შოკში იყო ხო ეს ხორცი არ მოიხარშა, უბრალოდ წყალი ადუღდა, ეხლა ამას გამოვცვლი. რომ ახალი ტრენდი ხო არ არის ნახევრად. სხვათა შორის ქათამი საკმაოდ საშიშია უმდგომარეობაში სალმონელას. ანუ ეხლა შენ გადაასხი ერთი ნახარში. ხო. მაგას მეც ვაკეთებ ხალხო. და მეორე ნახარს იტოვებ უკვე. რომელსაც ეხლა ჩავყრით იმას, რა ქვია, ჩვენს დაჭრილ ბოსტნელს, რომელსაც ასევე მე გავუძახებთ. ეხლა ჩავყრით ამ ბოსტნელს. რაც მეტი უკეთესი ალბათ რა. რა თქმა უნდა. კარგი არომატები რო გაუშვას და სხვათა შორის მე მგონია რომ აი ეს ნიახურის ღეროები ძალიან დაუფასებელია, იმიტომ რომ მე სანამ არ ვისწავლე, საერთოდ არ ვიცოდი ეს პროდუქტი ნიახური რა იყო. ამ დროს ნიახურის ბოლქვი, ფოთოლი, ღერო, ყველაფერი ძალიან არომატული და აი ფრეში გემოაქვს რა. არა, მე ვიცოდი ახლა და ისეთ ჩემს სახლში ძალიან კულინარია რაღაცა მაღალ ხარისხში არის დედაჩემი მეგრული სამზარეულოს ექსპერტია ჩვეულებრივ თავის ღომით ხარჩოთ ელარჯით და ყველაფრით თუმცა ეს ნიახურის ღეროების ამბავში გეთანხმები რა იმიტომ რომ აი ესე რომ რაღაცა ალბათ არ არის მოთლად მოთხოვნადი პროდუქტი ბაზარზე ესე როგორც კინზი მაგალითად ასევე უნდა დავუმატო მწვანილების ღეროები, იმიტომ რომ ყველაზე არომატული, აი ამის ფოთლის დამატებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აი სადღაც 2 წუთში უკვე აი დალპება და ისეთი არაფერი და ღეროები უფრო კარგად იხარშება და თან ძალიან არომატულია და კარგი გემოსაძლევს. ამიტომ კამა და ოხრახუში დავუმატებ. ანუ იმ ფოთლებს ალბათ იყენებ უკვე როცა უნდა დარჩეს და უმეტებ სუსუ ბოლოს. ეხლა დავუმატებ აი ორცა ხო აი ერთი ცალი საკმარისია პრინციპში, მაგრამ ერთი პატარა დავამატოთ დაფნის ფოთოლი. და პილპილის მარცვლებიც მგონია რომ საკმაოდ დაუფასებელია. აი ესე მთლიანად გამოყენა. აი ეს ახლა ძალიან ბევრია. აი 10-15 ალბათ მაქსიმუმ. და აძლევს ხოლმე სიცხარეს. კი, მაგრამ მე უფრო ბევრს ვშვებდი, ახლა უზნო კიდე ბევრს. ახლა ბავშვები არ არიან აქ. ჩემთვის არ არსებობს ეს პროდუქტი ჩემი შვილების და გამო. იცი როგორც კი ოდნავ ცხარე არ ჭამენ. ამას თუ მოხალავ, ეხა ბულიონში არა, მაგრამ თუ გინდა რომ სახლში დაბქვა, საერთოდ სხვა გემო აქვს და თუ მოხალავ და მერე დაბქვავ, აი საერთოდ სხვა გემო და მაგასაც კი მე მგონია რომ აი როცა ამბობენ რომ ადამიანს კარგი ხელი აქვს, გულისხმობენ იმას რომ უყვარს რასაც აკეთებს, რომ მაგალითად არ დაეზარება, რომ ეს პატარა დეტალი გაითვალისწინოს, იქ რაღაც არ დაეზარება, აქ რაღაც არ დაეზარება და მე ეს ყველაფერი იფუთება გემრიელ ხელად რა. და ყველაფერი არის სიზარმაცე. რაც უფრო ზარმაცი ხარ, მით უფრო უგემური არის. ესე მგონია, რომ გულით არ აკეთებ, თორე ხელი მგონი ყველას ეს მოხერხება კიდე სხვა არის. ეხლა ამას დავუმატებთ წყალს, ოღონდ საკმაოდ ბევრს. რა კარგი სურნელია ეს ყველაფერი არის. ამას საკმაოდ ბევრ წყალს დავამატებთ, იმიტომ რომ ქვაბის თითქმის, რა ვიცი, ნახევარს ავსებს ეს პროდუქტი და ამას რომ ამოვიღებთ, წყალი უნდა დარჩეს შიგნით, ამიტომ ამას ბევრ წყალს დავამატებთ და დავდგამთ გაზზე, ოღონდ მე მგონია რომ ხორცის მომზადების მთავარი საიდუმლო არის ის, რომ ამზადო რაც შეიძლება დიდხანს ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე. ნელ ცეცხლზე დიდი ხანი რომ იყოს ძალიან ნაზი და აი მაგარი და ისეთი არ იყოს უხეში. აი მე აი ყველაზე მეტად რომელი არომატი მიყვარს იცი? ყველაფერს მერჩევნე დიორს და შანელს. ბულიონი რო კეთდება სახლში. ბულიონით რო დადისეს. აი არა მეცა გარეთ რო ცივა. დაღლილი რომ მოდიხარ სამსახურიდან. კარს რო შეაღებ და ბულიონის სუნი როა. მე იცი როდის მივხვდი რომ აი გავიზარდე?
როცა შეგიყვარდა სუპი? არა, მე სუპის მიყვარდა, მაგრამ ანუ შესუგაზდული იყავი არა. არა, ეხლა მე ჩემს გადმოსახედიდან გეტყვი, როდის გავიზარდე. რომ გადავწყვიტე, რომ პარასკევი იყო და გავიდოდი და დავლევდი და სუპი რო გავიმზადე წინა დღით, რო ხვავ. აი ეს როგორი გაზრდა, იცი? აი რაღაც საპენსიო ასაკს მიაღწია ეგრე. ანუ თან სუპი უყვარს, თან სუპის გაკეთება იცის. არ გადეს, თან იცის, არა. ხო, და იცი მე როდის მივხვდი რომ გავიზარდე? გაზიან არ ვიტყვი ხარ რომელს აი გაზიან სასმელები რაც გვიყვარს ყველას. ხო, ვერ მივხვდი რომელს. აი იმაზე მეტად უცებ კამპოტი რომ მომინდა. აუ მე ჯერ მაგასაკამდე არ ვარ მისული. კაი, ეხლა მაინტერესებს ყველაზე მთავარი. ბრინჯს როდის და რა მომენტში უკეთებ? აუ ეგ მეც ვერ დავამუყამებს ეს. ძალიან შეიძლება რომ გამიმართლოს ხოლმე. აი კარტოფილს რომ ჩავაგდებ და შევატყობ, რომ აი ცოტა ხანში მოიხარშება, ერთ რა ვიცი 10 წუთში უკვე მზად იქნება რომ შევატყობ. მაშინ უყრებ ბრინჯს და სხვათა შორის ძალიან დიდი ნიშნობა აქვს რა ტიპის ბრინჯი? არა, არანაირი. მთავარია რომ აი თუ იცი, აი რიზოტოს წებოვანი ბრინჯები რო აი არბორიო და ეგენი, მაინც და მაინც მაგას ნუ იზამ, ეხა არც ეგ არაფერს დააშავებს, მაგრამ ჩვეულებრივი ბრინჯი, რომელიც გინდა ბასმათი მრგვალი, ნებისმიერი ყველა წავა. უბრალოდ საყურადღებო არის ის, რომ ეს ზომაში იზრდება ძალიან. სადღაც აი ამ ხელა ქვაბს სრულიად ყოფნის 4 სუფრის კოვზი გარეცხილი ბრინჯი, იმიტომ რომ მეტი რო გაუკეთო, აი ერთი ჭიქა ბრინჯი რო გაუკეთო. კი და მე მახსოვდა რომ 1-5-6 წლის წინ ჯერ კულინარია არ ვიცოდი და მინდოდა რომ გამიკეთებინა სუპი და ეს პროპორცია მახსოვდა დედაჩემისგან რომ აი 1-2-ზე, 1-3-ზე და ვიცი რომ ბრინჯს უნდა რაღაცა 3-ჯერ მეტი წყალი მაგალითად და ეს გავაკეთე სუპში და ეს ფლავის რეცეპტი არის ზოგადად და რო ჩავაზღიზ ერთი ჭიქა ბრინჯი და დავამატე ცოტა წყალი და გამომივიდა მართლა გეუბნები კარტოფილი, ბრინჯი და მეტი არაფერი არ იყო. სუპის მაგირო ვჭამე კარტოფილიანი შილოფლავი. იცი რა მაინტერესებს? ამას ხო გავთვლით? კი, აუცილებლად. მომეშვა. ხომი უფრო მიყვარს ვიდრე ელარჯი. მიუხედავად იმისა, რომ ყველი ძალიან მიყვარს, ანუ ხომი და ყველი უფრო მიყვარს. ამას ყველა მეგრელი გაიგებს, ახლა რას ვამბობ? სიმარტივეშია ზოგჯერ გენიალურობა. ხო, ვიდრე ელარჯი. ელარჯი არის უფრო აი როგორი, იცი, მართლა რაღაცა საბავშვო და ან ისეთი ადამიანების საკვებია, რომელთაც მომაჩეჩა. ეს თავხედილაძირაკი. ისეთი ადამიანების საკვებია და კერძია, ისეთი ადამიანების კერძია ელარჯი. ისეთი აი მეგრელების კი არა, აი მეგრული სამზარეულო რო უყვარს სხვა კუთხის წარმომადგენელს, სთავაზობ ელარჯს. და ელარჯით უყვარს ხომი. ანუ ჯერ ელარჯს გასინჯავს და მერე ხვდება ხომის მთელ მუღამს რა. მაგრამ აი ვისაც ჭეშმარიტი მეგრული სამზარეულო უყვარს და მოწონს და აფასებს, ის არასდროს არ დააყენებს პირველ ადგილზე ელარჯს. მისთვის პირველ ადგილზე მაინც ხომია. ორი ტიპის მზარეული არსებობს სახლში. ერთი რომელიც დანით ცლის კარტოფილს, ვაშლს, სტაფილოს და ერთნი რომელიც აი ამას იყენებენ და საერთოდ არ შეუძლიათ დანა და ვინც დანას იყენებს საერთოდ არ შეუძლია ეს აი ეს არის აი როგორი ამბავი იცი აი რაღაცა პოლარიზებულია ამ ამბავში საზოგადოება მე და დედაჩემი სულ მაგაზე ვჩხუბობ არა ეხლა ჩვენ ამას დავჭრით პატარა კუბიკებად და წყალში გავაჩერებთ რომ არ გაშავდეს და სხვა ინგრედიენტებსაც მოვამზადებთ ანა მითხრა ბრინჯი გაარჩევინეო მაცა ბრინჯსაც უნდა გადარჩევო. არა, მაგრამ მაინც გადახედოსო. მაგრამ სხვათა შორის თელი ჩემი ბავშვობა ამით ვიყავი დაკავებული. მეც მახსოვს. ხო, გამახსოვს. მეც ეთყობა, ადრე სხვანაირი ის იყო. იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ აი სკოლიდან რომ მოსულვარ, ბებია ჩემი მშდარა და აი ეს გადარჩევდა. მეც წიწიბუროდ. წიწიბურად კი. აი ეს დავუყვებოდით ხოლმე და შავებს ვაცლიდით. და რამციმე ბავშვობა გქონდა. ანუ სანამ გააკეთებდი ფლავს, დააწყო დახოცილები. დახოცილები ვიყავით, აი დაჩიჩკნული მქონდა თვალები.
ეგ არაფერი. ეხლა რო ჯაყრიან პირდაპირ უბრალოდ განეცხარო უნდა ეგრე კი არ არის. მე ამას მივხედა უკან დავაბრუნებ და შენ აი პატარა კუბიკებად დაჭერი კარტოფილი და ეხლა ამ ეს კარტოფილი კი, იმიტომ რომ ამას არც არომატი არ აქვს ისეთი არაფერი და პირიქით ეს ამას სახამებელი აქვს, რომელიც აქ რო ჩავამატოთ გაასქელებს სოუსს და აი ყველაზე პატარა კუბიკებად რომ მალე მოიხარშოს. კარტოფილი ხო ძალიან მიყვარს. აი არის რაღაცები, რასაც უბრალოდ აი არ იჭმევ. აი როგორც რა ვიცი, ახლა ვერ შევჭამ იმის რაღაცა ისეთი ცხოველის ხორცს, რომელიც არ იჭმევა, ისე ვერ ვჭამ მეორე დღის პიურეს. ანუ არ მიყვარს საშინლად, აი მე მეორე დღის შემწვარი კარტოფილი. აი გიყვარს მე. არა და ვიცი ადამ ძალიან ბევრი, ვისაც აი ტაფიდონ ჭამენ ხოლმე. აი რაღაცნაირი ცოტა ბაბუ. მე იცი რაზე მიფიქრე. თაგო. ეგეთები. აი სულ გონია რომ ეგენი ჭამენ მეორე დღეს კარტოფილს ტაფიდან. აი გიჟდები ან გიშკაზე იქვე ტყემას ასხამენ ტაფაშივე და ჭამენ. და თან თაგო. ხო და აი ჩემთვის წარმოვდგე. სტაფილო გავხეხოთ ამჯერად, გავთავლოთ და ისე გავხეხოთ. იცი რა, ეგ შეიძლება რომ ესე პატარა კუბიკებად დაჭრა, მაგრამ მე აქ ვაკეთებ ჩემი პრეფერენციების. აი ბავშვებს არ უყვართ. მე მგონია რომ ბავშვებს რო წვნიანი არ უყვართ, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეგ იყოს, რომ აი რაღაც ბოსტნეული თუდად ხდება პირში და ხახვი და აი თუ გათლი მაგალითად, ხახს თუ არ უზამ და მარტო არომატად გამოიყენებ. საერთოდ შენ შეიძლება ერთი და იგივე კერძი სულ სხვადასხვანაირად მიაწოდო ბავშვს და აღმოაჩინო რომ თურმე კერძი მოსწონს, მაგრამ არ მოსწონს შეფუთვა, იმიტომ რომ ბავშვები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ვიზუალურად როგორ გამოიყურება კერძი, ამიტომაც როგორც წესი სუპი არ მოსწონთ, იმიტომ რომ სუპს არ აქვს ესეთი ახლა ვიზუალური მხარე, როგორც შეიძლება ქონდეს ბურგერს, მადი სამხუძრელი და აი ამის ერთი დასტური და მაგალითი მტკიცება, ასე ვთქვათ, ამ მოსაზრების არის ის, რომ მაგალითად სანდროს ჩემს შვილს, რომელიც არის 8 წლის ხდება ახლა. აი, ტაფიდან რომ გამოუტა ნაგეტს და ესე დაუყრი, არ შეჭამს ეს. კარგად სერვირებული უნდა იყოს. ხო, არა. რაღაცა მაქვს ყუთი, ქაღალდის ყუთი, მაგ იქ ვუყრი ხოლმე და საერთოდ სხვა რაღაც ხდება მისთვის. და ვეუბნებ რომ იგივე არის ეს, ის არის ეს, არა, ის ეთყობა ეს მაკდონალდსის ბავშვია მაინც. მესმის ეგ, ეხლა მე უფრო საწყალ ვერსიას მოგიყვები, მაგრამ აი ანუ საერთოდ ვერსია. მე რომ ვიზრდებოდი ხაშურში ჩემს ძმებთან ერთად, დედაჩემმა გვასწავლა რომ ყველაფერს უზიარებდით ერთმანეთს, აი ვიღაცა რაღაცას გვაჩუქებდა, ყველაფერს აი ვერ წარმომედგინა რომ მარტო მე მეჭამა და რაღაცა მეზობელი რო სნიკერს გვაჩუქებდა, დედაჩემი გვიჭრიდა 3 ნაწილად და ეგრე გვაჭმევდა და ეხა მე რო სნიკერს ვყიდულობ, ესე კი არ ყვბეჭ, ჭრი. იმიტომ რომ აი ის მახსენდება რომ გაჭრილი, აი ის უბრალოდ ეგეთებიც ხდებოდა ჩემს სახლში ხდებოდა კაცო შენ მე ის ხوار გონი ვარ ერთი საცოდავი 90-იანი წლების ბაღანა ვარ ჩვენს გაგვიზომია სანტიმეტრით სნიკერსი მე და ჩემ დასოფო ბუკიოს აბა ერთი ვინმეს 2 სანტიმეტრით მეტი შეხვედრო და წაეცლებოდა თვალი ერთხელ ჩიფსი ვჭამე ვიყიდე და ვჭამე და ჩემს ძმას არ უთხარი და აი და შევწუხ სინდისმა შემაწუხარ მე ან შენ რა ადამიანი ანა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი აურის მქონე ადამიანი. პირველ რიგში ეს მინდა შენზე ვთქვა. რაღაცა ჩემთვის იცი როგორ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არასდროს არ ვაკვირდებოდი ამას და რაღაცა ასაკის მერე მივხვდი რომ არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება მშვენიერი, კარგი ადამიანები არიან, მაგრამ რაღაცა ცოტა მძიმე აურა აქვთ. ანუ სტუმრადაც ვყოლე ერთი კორესპონდენტები და ცოტა გათიშული რომ მიდიხარ. ამ ეტაპზე როცა ადამიანები არიან რაღაცა სუპერ სასოწარკვეთაში გადავარდნილები, ბევრი ანა გვჭირდება რომ გამოჩნდეს ეკრანზე. ამას ვამბობ სრულიად პრაგმატულად, რომ დავანახოთ ამ ხალხს, რომ აი ასეთი სახით შეიძლება შეხვდე აპოკალიფსებს. რა მაგარია? კიდევ ერთი კაცი დაიჭირეს დღეს. დაახლოებით ასე არის. რა მაგარია ეს ავტოკრატია? რა მაგარი ყოფილა კაცო. რა კარგი ყოფილა, მე რა. სამაგერად ვიბრძვით რაღაცის წინააღმდეგ. აი, მოკლედ, კუბიკებად დავჭერეთ, აი წვრილ კუბიკებად დავჭერეთ კარტოფილი, რომ სწრაფად მოიხარშოს და ბავშვმას
მარტივად ჭამოს, ამიტომ აი ამ ხელებს რო აგდებთ ხოლმე, არ არის კარგი იდეა. და მნიშვნელოვანია რომ თანაბარ ნაწილებად დავჭრათ, იმიტომ რომ სანამ დიდი ნაწილი მოიხარშება, პატარა არ ჩაფლავდეს და მეტნაკლებად ნორმალურად იყოს ყველა ნაწილი მოხარშული. ზოგადად ყველაფერში ეგრეა რა, ბალანსი ცხოვრებაში. და იმ რაღაცებს არ უკეთებ, რაღაც სანელებლებს და რაღაც. არა, სხვა შორის მე მარილი მარტივად პილპილი უკვე გავაკეთეთ და მგონია რომ აი ეს ქათმის კლასიკური და გადაუტვირთავი გემო ყველაზე კარგია. ეს არის ჩემი პირადი და მე ძალიან მომწონს რომ ბევრ მწვანელს ვხედავ. მეც მიყვარს მწვანე, აი გიჟდები. არასდროს არ არის ზედმეტი მწვანელი. არ არსებობს ბევრი მწვანელი. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ მწვანილი დავამატოთ იმ მომენტში, როცა აი თითქოს 1-2 წუთი დაგვრჩება გამოსართვა. იმიტომ რომ აი ფრეში, კი. და წვრილად ჭრი ხოლმე ძა. რაც შეიძლება წვრილად უჭრი მე. აბა ეხლა შემიყვარს. აი როგორ ჭრი მზარეულივით ნამდვილი. ეს ლუკა ნაჭყებია სამსახურება. აბა ვინ მოასწრებს? კიდე იცი რა არის მნიშვნელოვანი დეტალი? არ შეიძლება სველი მწვანელის დაჭრა ეგრევე, იმიტომ რომ შავდება. არ ცველიდანით. ხახს საერთოდ აღარ უკეთებ, ხო? ხო, აღარ უკეთებ. მგონია რომ საკმარის გემოს აძლევს. ხო, რაც აქვს იქ. თუ ვინმეს განსაკუთრებულად და ბავშვებს არ უყვართ ხშირად ხახვი. ნახეთ რა სილამაზეა. ხო არის რაღაცა ლამაზი ტორტი, ლამაზი ნამცხვარი და აი ჩემთვის აი ეს არის ყველა აი ბოსტნეული არის ჩემთვის ნომერ 1. არავით არის ხორცი. არავით არის ტკბილეულობა, ყველი და ბოსტნეული. აი მე და ძალიან კაია. რა არომატია. მაღალზე ჩავრთა გაზი თავიდან, ადუღებამდე მე ვიყვანე და შემდეგ დავუწია ისე რომ აი რაღაც ხდებოდეს ქოფში, მაგრამ ძალიან არ დუღდეს. ოკეი, გავიგე. და ეხლა არ გადავიტანოთ, ეს არ მოვაშოროთ ეს ზედმეტი. კი, ეხლა უკვე მაგ აი არომატი რადგან მოდის, ესე იგი კონკრეტულად ეს შეგიძლია დატოვო, რა ვიცი, რამდენი ხანიც გინდა და ეხლა თვალთ 5 საათი არ არის საჭირო, მაგრამ დიდ ხანი შეგიძლია დატოვო, უფრო მეტად კონცენტრირებული გემო ექნება, მაგრამ ესეც სრულიად საკმარისია, როცა დროში ხარ შეზღუდული. იმის გარდა რომ დაბალი ცეცხლი ხორცს კარგად ამზადებს, წმინდა არის ბულიონი და ეს ხშირად რო არ ითქვიფება ერთმანეთში ამდენი პროდუქტი, ამღვრეული არ არის წვენი და უფრო სასიამოვნო გემოც აქვს და ვიზუალიც. ეხლა ჩვენ გამორთავთ გაზს, ხორცს და ბოსტნეულს გავაცალკევებთ და გადავწურავთ ეს ზედმეტი წვანილები და რაღაცები. გადავიტანოთ. ამის შემდეგ მარტივი სულ 20 წუთიანი ამბავი გვაქვს ალბათ დარჩენილი, როცა მოუხარშავთ ამ ყველაფერს რიგრიგობით და კერძი იქნება მზად. ეს ნახარში უნდა გადავწყვეტოთ. კი, რომ დარჩეს მხოლოდ წყალი, წვნიანი და ეს ზედმეტი ჩახარშული ბოსტნეული აღარ გვჭირდება. უკვე კარგად გადაწურულ ბულიონში გადავიტანოთ კარტოფილი. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ აი ძალიან ბევრი არ მოგვივიდეს, რომ უფრო მეტად წვენი იყოს, ვიდრე შიგ შემოვალი პროდუქტები. კი ბატონო, ძალიან არ მიყვარს ბულიონი, როცა სავსეა კარტოფილით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს კარტოფილი. ეს სრულიად არ დაგჭირდება, აი ერთ ცოცხლუზამ და მგონი საკმარისი იქნება. ამას დავუბრუნებთ გაზზე და საშუალო ტემპერატურაზე, რომ კარტოფილი მოიხარშოს. აჰა, და ხორცი აქ არის. ხო, ხორცი მანდი იყოს, ხორცი დავამარილე, ცოტა მარილი შეიწოვოს და შემდეგ ბოლოს დავაბრუნებ. ხორცი ეხა დაამარილე, რო ამოიღე, თუ მანამდე? უმარილოს ხარ შავდი და ეხა დაამარილე, ოკეი. ეხლა დავამატოთ ბრინჯი, გარეცხილი მაქსიმუმ 4-5 სუფრის კოვზე. ბრინჯი არის უმნიშვნელოვანესი ამბავი. ჯერ ერთი ChatGPT-ს ვკითხე და თურმე ბრინჯის გარეცხვა არის აი ისეთი ამბავი, კარგად უნდა გაირეცხოს ბრინჯი, სანამ წყალი არ იქნება კამკამა. ბრინჯი დავამატოთ იმ მომენტში, როცა კარტოფილს სრულ მზაობამდე დააკლდება დაახლოებით 10 წუთი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დრო არის ბრინჯისთვის ეს და მოისწრება. ანუ ეხლა ყველაფერი რიგზე. მე ისეთი ისეთი არომატია შეიძლება განუტევო სული. მოდი ახლა შეგვიძლია რომ ქათამიც გადავიტანოთ, რომ აი ეს ცოტა კიდევ აიღოს ის არომატები, რომელიც კი ბატონო, მარილს რო არ უკეთებ, მარილს უკეთებს სულ ბოლოში. რომ იცი რა ამბავია? აი ხა ამას შეიძლება დუღილით დასჭირდეს მაგალითად დიდხანს და თუ თავიდანვე მოვაყრიდი მარილს, ეს წყალი რო აორთქდება და მარილი დარჩება, გამოვა მლაშე. ამიტომ უკეთესი იქნება თუ დარჩენილ წყალში საბოლოო ვარიანტში მოვაყრი მარილს და უკვე ვიცი რომ არაფერი არ შეიცვლება და არც მლაშე იქნება, არც დააკლდება. ეხლა გადავიტანოთ. ამას ძალიან საფილოსაც ეგრე ბოლოში წუშრები? ხო, იმდენად წვრილად არის გახერხილი, რომ ეხლაც რო გავუკეთოთ უკვე საკმარისია. მოდი გავუკეთებ მე ამ.
ბოლო ეტაპი არის, რომ დავუმატოთ მწვანილები. ჩვენთან სახლში ესეთი ტრადიციაა, რომ ერთ დიდ ლანგარზე დევს დაჭრილი მწვანილი, როცა ჭამთ სულს. ვისაც უნდა და დავამატოს. კიდე თეფში ვამატებთ. ძალიან კარგია, კი. აი, ასე ხო ხედავ, მეც ხო გითხარი რაღაცა. გამოცდილი მსახიობი ხარ, ჩაივი არა ამ ჩემმა. გამოცდილი კულინარი ყოფილიყარ შენც. თავარია რომ მწვანილი დავუმატოთ იმ დროს, როცა აი თითქმის უკვე უნდა გამოვართოთ. აი ხა ერთ წუთში გამოვართავ და იქნება ხასხასა, მწვანე, ფრეში და გემრია, ანუ არომატი ექნება ისევ თავისი მწვანილს და რაღაც ჩახარშული გემო არ ექნება. მარილი გავუკეთოთ სულ ბოლოს. ცოტა უნდა ხო? რაც უფრო ეს არის კონცენტრირებული ბულიონი, მით უფრო ნაკლები მარილი დაჭირდება და ეს გემოვნების მიხედვით მოკლედ ეს არის ჩვენი წვნიანი. ვაიმე, ძალიან კარგი არის. აი ეხლა აი მარილი მართლა ხსნის გემოებს. მარილი რო ჩავყარე, არომატი უფრო წამოვიდა. არაჩვეულებრივია. აქ ჩვენ გვაქვს ხრუხუნელი, უბრალოდ დაჭრილი პური ზეითუნის ზედ მოსხმული, გამოვაცხოთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ნახე რა ხდება. აი შეხედეთ რანაირია. კამკამა. შეხედეთ როგორი კამკამა არის და არომატული და მე აქ მწვანოს ჩავაყრე. ეს ხა უფრო კაია. უგემრიელესია. არა მიყვარს რა ეს სუპი. გიჟდებ ძალიან გემრიელია. ანა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგად ვიგრძენი თავი შენს გადაცემაში. პირველ სტუმრად მედია კარგი ფეხი მეკ. მეც ძალიან კარგად ვიგრძენი, ძალიან გავერთე და მგონი რომ ინფორმატიულიც იყო საკმაოდ იუმორისტულიც და მგონი რომ მაყურებელსაც მოეწონება. იმედი მაქვს რომ კარგი ფეხი გექნება. მადლობა დიდი ყველას ვინც გვიყურებდა. მადლობა შენ პირველ რიგში და მადლობა მაყურებელსაც. თუ მოგვიწონათ დღევანდელი გადაცემა, აუცილებლად გვიყურეთ, თვალი გვადევნეთ და ზოგადად თვალი ადევნეთ მის მინეს შექმნილ პროდუქტს YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე.